განმეორებითი მიწისძვრის გამო აჭარაში პანიკა შეიქმნა. მოსახლეობაში შობს, რომ მიწისძვრა შესაძლოა კიდევ განმეორდეს. ხელვაჩაურში მიწისქვეშა ბიძგებმა შენობები დააზიანა. 26 წლის ახალგაზრდას კი, რომელსაც გული აწუხებდა, მიწისძვრის დროს გული გაუსკდა და გარდაიცვალა. სეისმოლოგები აცხადებენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ხუთბალიანი მიწისძვრა ბოლო დღეების განმავლობაში რამდენჯერმე დაფიქსირდა. ნათია როყვა ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში აჭარიდან. ნათია, რას აცხადებს მოსახლეობა? ქობულეთსა და ბათუმში საბავშვო ბაღები ფაქტობრივად თითქმის დაცარიელდა. ბათუმისა და ქობულეთის ქუჩები ხალხმრავლობით გამოირჩევა. ეზოში გამოსულია სხვადასხვა საოფისე სამსახურის თანამშრომლები, ასევე უნივერსიტეტის სტუდენტები. როგორც მე-13 საჯარო სკოლის დირექტორმა ჩვენთან საუბარში, მე-13 საბავშვო ბაღის დირექტორმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, დაახლოებით პირველიდან 2 საათის მანძილზე მოდიოდნენ მშობლები და ბავშვები გაყავდათ მიყავდათ სახლებში. ჩვენ ახლა მე-4 საბავშვო ბაღის ეზოში ვიმყოფებით და უფრო დეტალურად რა ინფორმაცია გქონდათ შესაძლო მიწისძვრასთან დაკავშირებით. მე-4 საბავშვო ბაღის დირექტორი ქალბატონი ირმა ნაკაშიძე გვესაუბრება. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ქალბატონო ირმა, რა ინფორმაციას ფლობდით მიწისძვრასთან დაკავშირებით? არანაირი ინფორმაციას არ ვფლობდით. ეს იყო რაღაცა დეზინფორმაცია, იყო საბავშვო ბაღში საზეიმო ვითარება, ზეიმი იყო წინა საახალწლო და მომენტალურად ქუჩიდან შემოსული მშობლებმა შემოიტანეს აჟიოტაჟი, 10 წუთში დაიცალა საბავშვო ბაღი. ანუ 2 საათზე არის მოსალოდნელი მიწისძვრა, გადმოიცა ტელევიზიით, რომელიც აღმოჩნდა რომ აბსურდი იყო და ამან განაპირობა რომ იყო დაცალეს 10 წუთში საბავშვო ბაღი. 400 ახსაზრდელი 10 წუთში გაიყვანეს საბავშვო ბაღი. სამინისტროსგან ან მერიისგან არანაირი ინფორმაცია გადავამოწმეთ, იმიტომ რომ პირველ რიგში ჩვენ გვაწვდიან, თუმცა ბავშვებია, იქ ინფორმირებულები ვართ მოსალოდნელი საშიშროების შესახებ. არანაირი ინფორმაცია არ იყო და მიუხედავად იმისა, რომ ამ პანიკის საფუძველი ოცა გაჩნდა, მომენტალურად გადამოწმებული იქნა და გვითხრას, რომ იყო აბსურდი და არანაირი საშიშროება არ იყო მოსალოდნელი, მაგრამ არ დაგვიჯერეს და ვაიცი. ძალიან დიდი მადლობა. შეგახსენებთ, რომ პირდაპირ ეთერში საუბრობდა მე-4 საბავშვო ბაღის დირექტორი ირმა ნაკაშიძე. რაც შეეხება სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ გააჩნია. აჭარიდან ნათია როყვა საუბრობდა.